სომხეთში აშენებული ხელოვნური ინტელექტის ქარხანა არ არის პროგრესი. ეს არის ეკოლოგიური და ენერგეტიკული კატასტროფა, რომელიც ამერიკაშიც კი ხალხს ზულს. აი ესეთ დიდ პოსტს წავაწყდი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში, მას შემდეგ, როდესაც ჩავწერე ამ ხელოვნური ინტელექტის დატა ცენტრზე დიდი ვიდეო და გადავწყვიტე, რომ აი ამ შიშებზე მეპასუხა. ახლა მოდით შევხედოთ ციფრებს. Firebird-ის 15 მეგავატიანი ობიექტი იყენებს direct liquid cooling სისტემას, ანუ პირდაპირი სითხოვანი გაგრილების ჩაკეტილ სისტემას. ეს ნიშნავს იმას, რომ მილებში სპეციალური სითხე და წყალი ერთხელ ისხმევა და მუდმივად წრიულად მოძრაობს. ტექნიკური სპეციფიკაციით წყლის გამოცვლა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არის საჭირო. კი, ამ სისტემას გარკვეული წყლის დანახარჯი ექნება პიკური სიცხეების დროს აორთქლების გამო, მაგრამ ეს დაახლოებით 100,000 კუბური ლიტრი წყალია წელიწადში, რაც დაახლოებით 1500 ადამიანის მოხმარებაა. ციფრს დაახლოებით იმიტომ ვამბობ, რომ ეს ცენტრი ჯერ სრული დატვირთვით არ მუშაობს. შესაბამისად მოსალოდნელია ამ დატვირთვის გაზრდა. თუმცა მოცულობის ზრდა, რა თქმა უნდა, ამ მასშტაბებში რაღაც განსაკუთრებული ვერ იქნება. გარდა ამისა, ზოგადად ასეთ ობიექტებს კონკრეტულ ადგილებში უმიზეზოდ არ აშენებენ. ხრაზდანი ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში უმეტესი ნაწილი ძალიან დაბალი ტემპერატურაა. წლის საშუალოდ 70-80% ასეთი სისტემა მშრალი გაგრილებით, ანუ იქაური ჰაერით გრილდება. შესაბამისად, ამ პერიოდში წყალი საერთოდ არ სჭირდება. გარდა ამისა, ასევე არის ძალიან მარტივი ლოგიკა. NVIDIA-ს Blackwell სუპერჩიპები და Dell-ის ინფრასტრუქტურა მილიონობით დოლარი ღირს. არც ერთი ინვესტორი ამ თანხას არ ჩადებს ისეთ პროექტში, რომელსაც წყლის მარაგი 1 წელიწადში ამოეწურება, ან თუნდაც 2 წელიწადში. ახლა მოდით გადავიდეთ დენზე. ამ პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ხალხს შუქს წაართმევენო და ისედაც მძიმე მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ, რაშიც პრინციპში ვეთანხმები. პრობლემა ზოგადად დიდი ენერგომომხმარებელი არ არის. პრობლემა არის დიდი ენერგომომხმარებელი, რომელიც სარგებელს ხალხის ხარჯზე იღებს და ამის სანაცვლოდ არაფერს არ აკეთებს. თუ ასეთი ინვესტორი ქვეყანაში შემოვა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ელექტროენერგიის ხარჯი აქვს ამ ობიექტს, რა სარგებელი მოაქვს მას და ვინ იხდის იმ თანხას, რომელიც ამ ინფრასტრუქტურას სჭირდება. თუ ასეთ ობიექტს დიდი ელექტროენერგიის ხარჯი ექნება, მას ან ინვესტორი დაფარავს, ან კიდევ ისეთი სარგებელი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რომ გვიღებდეს მსგავსი ინვესტიციის ჩადება ელექტროენერგიის სისტემების განვითარებაში. ამის საპირისპირო მაგალითია ის, რაც დღეს ხდება საქართველოში მაინინგის სფეროში. კერძოდ, ამ სფეროს უდიდესი ენერგომოხმარება აქვს, ისინი დენს შეღავათიანი ტარიფებით იღებენ, ხოლო საზოგადოებას მინიმალური ეკონომიკური სარგებელი აქვს აქედან. ხო და ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში ისეთი ინვესტიციები, რომელიც საზოგადოებას ამდიდრებს და არა ერთ კონკრეტულ პიროვნებას.